აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო სამხედრო პირთა რაოდენობამ 2222-ს მიაღწია. მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია. რუსეთი ყოველდღიურად მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს. გრძელდება მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების პრაქტიკაც. რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას და მილიტარიზაციას. რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე და ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს. დღეს აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. მათი თქმით, ომის დაწყების თარიღად მმართველი გუნდი 8 აგვისტოს ასახელებს, თუმცა რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში 7 აგვისტოს დაიწყო. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საქართველოს დღემდე უწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა. აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების პატივისცემის ნიშნად ბალტიის ქვეყნებმა განცხადებები გაავრცელეს. მათ კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ჩვენ 7 აგვისტოს ამოვდივართ, რომ ხაზი გაუსვათ, როდის დაიწყო ფართომასშტაბიანი შემოტევა, აგრესია და ამითი აღნიშნავთ უკვე ამასაც, რომ არა მარტო პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას, არამედ ამასაც ხაზს უსვამთ, რომ ისტორია არ დამახვილდეს, რომ სწორედ რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო. სამწუხაროდ გვიწევს ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. ანწუხელიძე, ხო, ეს ისტორიული გმირია, ეს მარტო საქართველოს გმირი არ არის, რაც ამ ადამიანმა ჩაიგდო. დღეს არის დიახაც ტრაგიკული და ომი დაგვიწყებს რუსეთს. და მე ვარ ამ ომის უშუალო მონაწილე. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსებმა დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ შეტევა, საქართველოს წინააღმდეგ დაიწყეს ომი და ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა მათ გმირულად უპასუხეს. და ის ომი არ დასრულებულა და ჩვენ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ მივაღწევთ, მივაღწევთ აუცილებლად იმას, რომ ამ ბიჭების ნატრა დაუცნება ასრულდება და ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფო შექმნა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მზია ამაღლობელისთვის 2 წლიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ახლახან მიღებულ კანონმდებლობას საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ შერჩევით იყენებს. მათივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას ზღუდავს. პარალელურად ევროკავშირის პრესპიკერი აცხადებს, რომ ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ხმების რეპრესირებისთვის სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ გაათავისუფლოს ამაღლობელი, ისევე როგორც სხვა უსამართლოდ დაკავებული პირები. მათივე თქმით, ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს კეთება დევნისა და უსამართლოს შეზღუდვის შიშის გარეშე. გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასარჩივრებს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ქართული ოცნების დამარცხება მხოლოდ ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. ამასთან ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემა. მეტი არაფერს არ ემსახურება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი ქართული ოცნებისთვის არ იქცეს გამარჯვების დღე და პირიქით იყოს მისი პოლიტიკური ტრაგედიის დღე. ზოგადად ეს არის სამუშაო პროცესი, ეს არის განხილვები. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ საბოლოო ვადამდე ჩვენთვის მოცემულ დროს
იყოს 4 სექტემბრამდე. რა თქმა უნდა, ძალიან მალე საზოგადოება შეიტყობს ჩვენგან, ვინ იქნება საბოლოოდ ორი პარტიის საერთო კანდიდატი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციით უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართება. მისივე თქმით, შეხვედრის ჩატარების ადგილით შეთანხმებულია და იგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან უშაკოვის თქმით, კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის, უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვის ვარიანტი უბრალოდ ახსენა, თუმცა რუსულმა მხარემ ეს უკომენტაროდ დატოვა. დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა. ამერიკის პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების ამოქმედების შედეგად რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის მიმართ დაწესებული 10%-იანი ტარიფები 15-დან 41%-ის ფარგლებში გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო რაოდენობა 50%-ს აღწევს. ამასთან ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები მომდევნო 21 დღის განმავლობაში შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.